საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით ამ დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ იესო ქრისტეს შობდა. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისისა და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია. ვულოცავ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ზესტაფოს, მთელ საქართველოს ხარების დღესასწაულს. გონია რომ ძალიან დიდი სიხარული ეწევა ჩვენ ქვეყანას, ისეთი მლოცველი გავაგზავნეთ იმიერ საქართველოში პატრიარქის სახით და დაიცავს ნამდვილად ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ლოცვებში, უნდა გავხდეთ მეტად ეკლესიურები და დღეს ახლა ხედავთ რომ რამდენი პატარაა მოსული ეკლესიაში და ვფიქრობ რომ სწორედ ეს თაობა იქნება, ვინც ალბათ გაერთიანებულ საქართველოში შეაბიჯებს ძალიან მყარი ნაბიჯებით და გულმხურვალე ლოცვით და თავიანთი პატრიოტული განწყობებით. დღეს გადავწყვეტეთ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად მოვსულიყავი და ყველას შეეგრძნო ეს დიდებული გრძნობა, რასაც ხარების ბრწყინვალე დღესასწაული ჰქვია. ავანთეთ სანთლები, ვილოცეთ და ვცდილობთ, რომ ვეზიაროთ კიდევაც ყველა ქრისტიანს ვუსურვებ, რომ არასოდეს არ დაკარგონ უფლის რწმენა და ეს გადაგვარჩენს. ზესტაფონში წლის ბოლოსთვის ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე ირინეს პარკის სრულად რეაბილიტირებული უნდა იყოს. პროექტის კონცეფციაზე ძირითად მიმართულებებსა და დაგეგმილი სამუშაოების მთავარ დეტალებზე სპექტრთან ვიცე-მერმა ზაზა ხვედელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი 22,000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მოსასვენებელი, გასართობის, საბავშვო და სპორტული ზონების განთავსებას გულისხმობს. პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია ბილიკების მოწყობა, საპარკე სკამებისა და ურნების განთავსება, დამონტაჟდება ლამპიონები, განახლდება კალათბურთის მოედანი, განლაგდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები. სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. ზაზა ხვედელიძის განცხადებით, კულტურისა და დასვენების პარკი ერთნაირად სასურველი სივრცე იქნება ყველა მოქალაქისთვის. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ვახორციელებთ ირინეს ბაღის, ირინეს პარკის სრულ რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას. აღნიშნული ტერიტორია შეადგენს 22,008 კვადრატულ მეტრს. აღნიშნული პროექტის ღირებულება კი შეადგენს 3,08,000 ლარს. აღნიშნულ პარკში მოხდება მთლიანად რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ანუ ყველა სივრცის, მათ შორის განახლდება ბილიკები, განახლდება და მოეწყობა ასევე აგურის კედლები, მწვანე თარგები, რაც არის განთავსებული ბაღში, განახლდება და ასევე დაემატება ახალი ხემცენარეები. შესაბამისად ასევე არის საკალათბურთო მოედანი, ჩოგბურთის მოედანი, რომლის მოედნები განახლდება, სპეციალური საფარით იქნება აღჭურვილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ასევე მოეწყობა საბავშვო სივრცეები, დასასვენებელი, მოსასვენებელი სივრცეები და ყველა ასაკის ადამიანისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოქალაქეებისთვის იქნება დასასვენებელი სივრცე, სადაც შეძლებს ყველა დასვენებას, განტვირთვას და მათ შორის ახალგაზრდებიც. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყობა Wi-Fi-ის, ანუ უკაბელო ინტერნეტის, უსადენო ინტერნეტის პრობლემაც არ იქნება, სადაც შეეძლოთ გაეცნოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით სტატიებს. ასევე ერთ-ერთი თხოვნა, რაც მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ირინეს ბაღს, მასში განთავსებულ ინფრასტრუქტურას და არ დავაზიანოთ. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელდება აღნიშნულ განახლებულ რეაბილიტირებულ პარკში ვიდეო სამეთვალყურეო კამერების განთავსება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ინფრასტრუქტურის დაზიანება. ოთარ ჩხობაძის სახელობის ჰოსპიტალი ეს მართლაც მთელი ქუთაისისთვის კარგად ცნობილი დაწესებულებაა, რომელსაც ძალიან დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ზოგადად ქართული ჯანდაცვის სისტემის ფორმირებაში, მის სიძლიერეში. ეს ტრადიციულად 10 წლეულების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი კერა, სადაც რეალურად ზრუნავდნენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში ხშირად არ ყოფილა ეს დაწესებულება ყურადღების ცენტრში, რაც დასანანია
და ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ წლების განმავლობაში უწყვეტად შენარჩუნებულიყო ის პრაქტიკა სამედიცინო, რომელიც აქ არსებობდა. დღეს გვაქვს საბედნიეროდ შესაძლებლობა, რომ ერთი დიდი ნაწილი, ერთი დიდი მიმართულება გაიხსნას ჩხობაძის სახელობის კლინიკაში და შესაბამისად მან შეძლოს მოქალაქეთა მომსახურება. აქ მუშაობენ ადამიანები, ექთმები, სამედიცინო პერსონალი, ზოგადად ექიმები, რომლებიც მართლაც სანიმუშონი არიან, მართლაც დიდი ერთგულება გააჩნიათ პაციენტის მიმართ და დაწესებულების მიმართ და ვფიქრობ, ეს არის მთავარი პოტენციალი, რომელიც რეალურად გვამყოფებს იმედიანად, რომ ეს დაწესებულება შეძლებს დაიბრუნოს ტრადიციულად არსებული პატივიც, რეპუტაციაც და შეძლოს, რომ ეს გახდეს მნიშვნელოვანი კომპონენტი ქართული ჯანდაცვის სისტემისა. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს მოხარული ვარ, რომ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკა ბატონ მინისტრთან ერთად დღეს საბოლოოდ ოფიციალურად გაიხსნა. ჩხობაძის ავადმყოფოს ისტორიულად იმერეთის რეგიონში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, მათ შორის ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც და იმედი გვაქვს, რომ ამ ახალი რესურსის გამოყენებით და ამ ახალი რესურსის დახმარებით კლინიკა შეძლებს, რომ მოსახლეობას მიაწოდოს უფრო მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება. გაიხსნა რეანიმაციული განყოფილება, გაიხსნა ქირურგიული განყოფილება, ემერჯენსის განყოფილება, კარდიოლოგიური, თერაპიული განყოფილება, მუშაობს რადიოლოგიური სამსახური. ჩვენი ძველი სახელი ალბათ ისევ იქნება ჯანმრთელობის სადარაჯოს. ჩვენ გვეძლევა ძალიან დიდი შანსი და რომ პერსპექტივაში ძალიან რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი სამედიცინო განათლების და სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას კი კვლავ მოსახლეობას ეს ყველაფერი და სრულად ჩაუტაროთ გამოკვლევებიც, მკურნალობაც და კმაყოფილი პაციენტები და გამოჯანმრთელებული პაციენტები გავამგზავროთ კლინიკიდან. პირველ ნომერზე წრიულზე მუშაობ 2002 წლიდან. მე მგონი 25 წელი გახდება ახლა. რაც საშუალება მაქვს ხალხს პატივცემ. კმაყოფილი გზავდი ნიშნავს მე მას ვფიქრობ რომ კარგად რო ემსახურები და არის კმაყოფილი დარდაქცევა. თუ ცუდად ექცევი და ცუდ პასუხი არ გივარგა და ცუდი მიმართვა და რამე გაქვს, მაშინ რაფერი არ იქნება კარგი. 100 კილომეტრამდე გავდივარ 180. დღეში რო გამოვალ 7 საათზე, საღამოს 6 საათამდე 7:30 მუშაობ. კვალის დასახლებიდან გამოდივარ, მოვდივარ ასე ავტოსადგურის მხარეზე, საყავრიეს გადმოვილი და ქალაქ ჩავილი და გავდივარ კვალიჩი ისე. ავრები ისეთნაირად არის ტრანსპორტი, რომელიც მოვაკეთ სამწელი 2 ნომერი იქნება თუ პირველი იმას მიყვება ხოლმე. განსაკუთრებულად ახლა ვინც ქალაქში მოდის ახლა ჩემთვის მაგას საყავრიდან უფრო გელოდება. იმიტომ რომ აი მან 2 ნომერს უნდა წაყვეს, გეიაროს კვალიტი და მერე წამოვა ქალაქში. ზაგრების ნაკლებობა ახლა ბევრი ვართ ამ იმაზე მარშრუტები და ყველას ახლა სულ სავსე ვერივლი და არა და ისე მოკლებით ყველგან მივიგო ყველაფერმა ჩვენი გზავებით. ბევრი ქალაქს ტოვებს, ბევრი საკუთარი ტრანსპორტი ყავს და მონაკოლის და ყველა მუშაობა. ყველას უნდა მუშაობა და ცოტა ძალიან ბევრი ტრანსპორტი ვარ და გზავრი არ არის იმდენი. ხალხის მასა აღარ არის. ასიბრალია. სოფელში ცხოვრობდა, სოფელში. თუ არ მიხედე ოჯახს და გააკეთე ვენახი ბევრი მაქვს. ხანა და შრომობ და წვალობ. ჩემ ოჯახთან ერთად. ორი დღეს რო არ მუშაობ, ბაბას სახში ოჯახში ხომ უნდა იმუშაო, რაც გააკეთო რა. შრომობთ. თან სიბერეს მოვიდა ამასობაში. ახალგაზრდებს დაუთმობთ ალბათ და ახალგაზრდები გააგრძელებენ. პირველ რიგში მშვიდობას უსურვებ ყველას. ჯანმრთელობას ამსთავარია, ყველა მგზავრს, ყველა ჩვენს მოქალაქეს. ყოფილიყო მშვიდობა და კეთილად და თბილად ემგზავროთ და ეცხოვროთ.